გაიცვალა თუ არა კაბელების საქმე მოსამართლეების ხელშეუხებლობაზე დღეს გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა იმ 25 მოსამართლის ბედი, რომელსაც ახალი კანონის მიხედვით ვადაზე ადრე მოუწევდათ პოსტების დატოვება. სანაცვლოდ კი თემი და სასწორზე კაბელების საქმე დაიდო. სასამართლოს წარმომადგენლები ამ შეხვედრის ფაქტს უარყოფენ, კანონის შეცვლას კი თავად მოსამართლეების მოთხოვნას უკავშირებენ. და ახლა კურიერის შეკითხვას თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია უპასუხებს. საღამომშვიდობისა ბატონო ირაკლი, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. საღამომშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ირაკლი, ლევან მუსერიძემ, რომელიც რამდენიმე საათის წინ კურიერის ეთერში ასევე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, თქვენ სასამართლოზე ზეწოლაში დაგადანაშაულად, ეს ის მოსამართლეა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ შეხვედრისა და მისი შედეგების შესახებ? მე თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ როდესაც დღეს ჟურნალისტებმა მომმართეს ამ შეკითხვით, მე დაუდასტურე, რომ ჩვენც გვაქვს ანალოგიური ინფორმაცია მიღებული, მაგრამ ეს იყო გადამოწმების სტადიაზე. აქედან გამომდინარე, თავად ფაქტი იმისი, რომ როგორც თავად აღნიშნეს დღეს ახლა თქვენს გადაცემაშიც, რომ მომზადებული კანონპროექტი ერთ დღეში ან ერთ ღამეში უცებ შეიცვალა განწყობა და დამოკიდებულება იუსტიციის სამინისტრომ, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ და უცებ გადათქვეს და აღიარეს, რომ არა, უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა დანიშვნის წესი, რომელიც ეხება კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მე მგონი უკვე თავისთავად ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს. ანუ პარასკევს მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კონკრეტულად ის საექსპერტო დასკვნა არ იქნა მიჩნეული სათანადო მტკიცებულებად, დაუშვებლად იცნო და აქედან გამომდინარე, რამდენიმე საათში, საღამოს ან ღამით ხდება ესეთი გადაწყვეტილების მიღება, მომწიფება და შაბათს უკვე გააცხადება. ეს ჩემი აზრით თავისთავად არის საგანგაშო, საგანგებოც მე ვიტყოდი და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მეც დამედასტურებინა საჯაროდ მეთქვა და მომეწოდებინა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაუბრუნდება ესეთი ჩარევა სასამართლოში იმაზე ცუდად და უარესად, ვიდრე ეს დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს. თუმცა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ გვენეტაძის თხოვნით შეცვალა კანონი. რატო გაჩნდა ამ თხოვნის აუცილებლობა? რატო არ ქონდა ეს მოთხოვნა გვენეტაძეს ერთი დღით ადრე, 24 საათით ადრე? ეს ხო ყველაფერი ჩემი აზრით არის ცხადზე უცხადესი. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებამ, მოქალაქეებმაც აღარაფერს ვამბობ იმ უდანაშაულო ადამიანების ოჯახებზე, რომლებიც 7 თვე ელოდებიან, რომ საკუთარი ოჯახის წევრები დაუბრუნდნენ საქმეს, ოჯახს მოწყვეტილი არიან ყველაფერს იზოლირებაში, თან არიან აბსოლუტურად უდანაშაულოები. მათი ინტერესების გარეთაც საზოგადოება სჭირდება, რომ აუცილებლად გარანტირებულად მოთხოვოს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ არაფორმალური ხელისუფალი არის ბიძინა ივანიშვილი, ის რომ არ ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც მოგეხსენებათ პარასკევს, ასევე ჩარევის ზეწოლის გარეშე სააპელაციო სასამართლოში უნდა მოხდეს შესაბამისი შეფასების გაკეთება იმ მოსამართლის მიერ, რომელიც ხელშიც ეს მოხდება, მაგრამ არ უნდა მოხდეს ესეთი ფარული გარიგებები, მით უმეტეს ესეთი პრაქტიკულად აღებმიცემობა საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, ინიციატივის ხარჯზე. ეს არის არამხოლოდ ამორალური, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. და ამაში ყველაფერში ბრალი ედება პირადად ბიძინა ივანიშვილი. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მე კიდევ უფრო გამიღრმავდა რწმენა შინაგანი, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, როდესაც მოვისმინე, რომ თურმე საკანონმდებლო ინიციატივა შეიცვალა უკვე, ანუ შაბათს და ეხლა უკვე აღარ იქნება ისეთი წესით არჩევა მოსამართლეების თავმჯდომარეობის, როგორიც იყო ეს მანამდე გათვალისწინებული. ამან კიდევ უფრო გამიღრმავა რწმენა იმაში, რომ აბსოლუტურად სიმართლეა ის, რა ინფორმაციაც თქვენ და ჟურნალისტებს და ჩვენც მოგვაწოდეს. და რაც შეეხება თავად სააპელაციო სასამართლოს, სადაც უნდა განხილული იყოს ახლა ეს საქმე, დღეს ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს წინასწარ განსაზღვრულია, რომ ეს კონკრეტულ მოსამართლეს გიორგი მიროტაძეს უნდა დაეკისროს ეს საქმე. რატომ არის საგანგაშო თქვენთვის, რომ ამ მოსამართლემ აიღოს ეს საქმე? იცით რა, შეიძლება ეს პიროვნება იყოს, შეიძლება სხვა, უკვე რომ წინასწარ გვაქვს იმის განცდა, რომ შეთანხმება შედგა ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილსა და სასამართლოს წარმომადგენლებს შორის და განსაზღვრულია კონკრეტული პირი გვარის მიუხედავად, ვისაც ეს უნდა დაეწეროს და ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს საქმე ბიძინა ივანიშვილის ნების მიხედვით, ეს არის უკვე საგანგაშო თავისთავად.
ეხლა შეიძლება ჩვენი ამ ასე ვთქვათ პრევენციული ნაბიჯის შემდეგ დაეწეროს სხვას, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარის იქნება. თავარია რომ გარიგების შედეგად არ უნდა მოხდეს ეს და შინაგანი რწმენით მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თან დასაბუთებული. ჩვენ ძალიან დიდი დასაბუთება მოვისმინეთ კომპეტენტური მოსამართლის მხრიდან, თუ რატო არ ჩათვალა მტკიცებულებად ის თუ რაც იყო ბრალდების მხრიდან წარდგენილი. ასევე ველოდებით დასაბუთებულ ძალიან მყარ არგუმენტებს იმ მოსამართლის მიერ, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ამას განიხილავს. ასე რომ მივცეთ სამართალს თავისი გზა და აღარ ჩაერიოს არავინ, განსაკუთრებით კიდე არაფორმალური მმართველი როგორც არის ბიძინა ივანიშვილი. ბატონო ირაკლი, დღესვე ცნობილი გახდა, რომ აუდიტის სამსახურმა პროკურატურა საკუთარი დასკვნა გადაუგზავნა, რომელიც მტკიცებულებად იქნება წარდგენილი კაბელების საქმეში. იქნება თუ არა სიახლე ამ დასკვნაში და თქვენთვის თუ არის ცნობილი რა დარღვევებია დაფიქსირებული დოკუმენტში? არა, ამ დასკვნაში რა არის კონკრეტულად ჩემთვის უცნობია, თუმცა ეს არ არის სიახლე. უბრალოდ ეხლა პროკურატურის დაკვეთით გამოვიდა ეს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და უბრალოდ კიდევ ერთხელ გააჟღერა რომ მათ რაღაც დასკვნა აქვს, სხვადასხვა ეს დასკვნა აფრიალა თვითონ მთავარი პროკურორის მოადგილემაც რამდენიმე დღის წინ. ეს არის ძველი დასკვნა, ახალი აქ არაფერი არ არის, უბრალოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება უნდათ, რომ მოამზადონ შესაძლო გარიგების შედეგად სააპელაციო სასამართლოში შესაძლოდ მიღებული მისაღები გადაწყვეტილების. ეს არის ამის ასე ვთქვათ საარტილერიო მომზადება მათი მხრიდან. ეს არის უსუსური სიმართლე პირდაპირ შემიძლია ვთქვა. კიდევ ერთხელ აქ არის ძალიან მარტივად საქმე. მთელი პოლიტიკური კრიზისის შემქმნელი გადაწყვეტილების, რაც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ოქტომბრის თვეში, როდესაც დააკავა პოლიტიკური მოტივით ის 5 ადამიანი ენგრევად თავზე. ეხლა ცდილობენ ყველა ხერხით, ყველა ღონით შეცვალონ ის სამართლებრივი ლოგიკა, საიდანაც მიდის ეს საქმე. უდანაშაულო ხალხი რო არ გამოვიდეს ციხიდან. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს. მე პირადად არჩევი პოლიტიკური ძალა და ის საზოგადოება, რომელიც დგას სიმართლის ირგვლივ შეკრებილი, ამას არ დაუშვებთ პირდაპირ. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, კურიერის შეკითხვებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია პასუხობდა.